თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ რადიო იმედს უსმენთ, მე დათო მაღლაფერიძე ვარ და შეგახსენებთ, რომ დღეს არქივების საერთაშორისო დღე აღინიშნება 2004 წელს ვენაში გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა ეს დღე საერთაშორისო სტატუსით. ეს თარიღი უკავშირდება 1958 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის იუნესკოს მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. ბუნებრივია ამ დღეს აღნიშნავს ჩვენი ეროვნული არქივი და თანაც ახალი პროექტით არქივის ღია კარით, ასე ქვია. და დღეს პირველად ეროვნული არქივის ისტორიაში დოკუმენტების საცავების დათვალიერება და იქ დაცული მასალების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამისთვის მან წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში მივესალმოთ ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს. თეონა, დილამშვიდობისა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ უპირველეს ყოვლისა დღევანდელ თარიღს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღია და საინტერესო გამოწვევაც, იმიტომ რომ პირველად ასეთი პროექტი ხორციელდება ჩვენთან და ჩვენ უკვე მოვასწარით და ეთერს მივღმავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგეხმაურათ, რაც იმას ნიშნავს, რომ არქივი არ არის მხოლოდ რაღაცა თქვარი სამუზეუმი, ასე ვთქვა, დაცული სივრცე, ის არის ძალიან ხელშესახები და სურვილი იმისა, რომ გქონდეს მასთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, როგორც ჩანს, არის ძალიან მაღალი. მართალი ბრძანდებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ყველა არქივისტის სახელით და მეც სარგებლობ ამ შემთხვევით და ჩემ კოლეგებს ულოცავ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. მოქალაქეების დაინტერესება მართლაც დიდი აღმოჩნდა ჩვენი დოკუმენტების მიმართ. აი ეს პროექტი ჩვენ წელს პირველად განვახორციელეთ და ვფიქრობდით, რომ ალბათ უფრო ჩვენი სპეციფიკის საზოგადოების წევრები გამოიხმაურებოდნენ ჩვენს ინიციატივას, ძირითადად ისტორიკოსები. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ შევცდით. ვინაიდან საზოგადოების სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა ასაკის ადამიანი დაგვიკავშირდა, იმდენად ბევრი მსურველი შეიკრიბა, რომ ჩვენ მოგვიწია მათი ჯგუფებად დაყოფა. გუშინ სამნაკადად გვყავდა მოქალაქეები, დღესაც ველოდებით, დაახლოებით 100-მდე მოქალაქეს. მინდა გითხრათ, რომ მათი ძირითადი ინტერესი არის უშუალოდ საცავების მიმართ, როგორც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ჩვენ შენობაში დაათვალიერონ რესტავრაციის ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს მართლაც უნიკალური პროცესები, როგორც პერგამენტზე, ასე ქაღალდის ფუძეზე შესრულებული დოკუმენტების საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოებს გაუწიონ გარკვეული მეთვალყურეობა და ინტერესის შემთხვევაში შეუძლიათ, რომ შემდეგ მობრძანენ და პატარა ვორქშოპით ჩაუტაროთ მათ. გარდა ამისა, ჩვენთან მიმდინარეობს უკვე მრავალი წელია დოკუმენტების დიგიტალიზაციის ან ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის პროცესი. ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს, ძალიან სერიოზული ტექნიკით არის აღჭურვილი, ეს გახლავთ როგორც კონტაქტური, ასევე უკონტაქტო სკანერები, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა აქვთ მათ ამისთვის შექმნილი, შეუძლიათ ამ მსურველებს ასევე დააკვრნენ დიგიტალიზაციის ჯგუფის მუშაობას. ისინი მოინახულებენ ამავე დროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს, რომელიც სულ სადღაც 1 წლის წინ გაიხსნა და ამჟამად შტაბ-შტაბად გამოიყურება, მინდა გითხრათ და თუ მოხდები აუცილებლად გაქვს იმის ცდუნება, რომ შეიაროთ, ნახო ეს ყველაფერი. მართალი ბრძანდებით და ამჟამად გამოფენა წარმოდგენილი არის 26 მაისის თემატიკასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი კომპლექსში შედის აი ამ პროგრამაში, რომელსაც ჩვენს მოქალაქეებს თავაზობთ. თორემ ძალიან მნიშვნელოვანი თქვათ ევროპული სტანდარტების გათვალისწინება, მისი დანერგვა, რა გვერგო მემკვიდრეობით, რამდენად მნიშვნელოვანი სამუშაო იყო ჩასატარებელი და როგორ უმკლავდებით თქვათ ამ საკითხების გადაჭრას. მემკვიდრეობით გვერგო არქივების სისტემა, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. აღარაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურაზე, ნორმატიულ მეთოდიკურ ბაზაზე, კვალიფიკაციაზე თანამშრომლების, რომელიც ერთადერთი იყო, რომელიც შენარჩუნებული გახდათ, ვინაიდან არქივში მხოლოდ ის ხალხი მუშაობს, ვისაც ძალიან უყვარს თავისი საქმე. სხვა ყველაფერი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. წლების განმავლობაში მოხერხდა, რომ ჩამოყალიბებულიყო ერთი ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო არქივები სრულად, როგორც ადგილობრივი, ასე საქალაქო და ასე ცენტრალური. ხადი ამაში არ შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქივები, რომელიც ცალკე თავისი მთავრობის ქვემდებარეობაშია და ეს არქივები გაერთიანდა საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურაში.
ამჟამად ჩვენ უკვე მეოთხე წელიწადია ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის ძალიან სერიოზულ განვითარებაზე. აშენდა რამდენიმე სრულიად ახალი შენობა რეგიონებში, ეს გახლავთ ქვემო ქართლის რეგიონული არქივი რუსთავში, კახეთის რეგიონული არქივი თელავში და ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივი. ამჟამად მიმდინარეობს უკვე დასრულებითი სამუშაოები ქუთაისში, სადაც ქუთაისის ცენტრალური არქივი გადავა. ეს საკმაოდ მასშტაბური მშენებლობა გახლავთ, იქ დაახლოებით საბოლოოდ თავს მოიყრის იმერეთის, რაჭალეჩხუმის, ქვემო სვანეთის 1 მილიონამდე შესანახი დოკუმენტი, როგორც წერილობითი, ასევე ფოტომასალა. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად მუშაობთ დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანაზე და შესაბამისი ახალი სტანდარტების პროგრამულ უზრუნველყოფაზე. რაში გამოიხატება ეს ყველაფერი? დოკუმენტები, რომელიც ჩვენთან ინახება, ბუნებრივია, საკმაოდ ზიანდება, როდესაც მათ მკვლევარი, რომელიც ჩვენთან მობრძანდება და სურს ამ დოკუმენტს გაეცნოს, გადაფურცლავს გარკვეულ ჩანიშვნებს აკეთებს, არა იმ დოკუმენტში ცხადია, არამედ გვერდზე თავისთვის ფურცელზე ან ნოუთბუქის საშუალებით, მაგრამ მაინც აქტიურად იყენებს ამ დოკუმენტს. ამიტომ ჩვენთან დანერგილი არის შემდეგი პრაქტიკა. მკვლევართა დარბაზები აღჭურვილი არის სპეციალური კომპიუტერული ტექნიკით, სადაც მკვლევარი უკვეთავს მისთვის საინტერესო დოკუმენტებს და გარკვეული ვადის შემდეგ უკვე ელექტრონულ ფორმატში იღებს ამ შეკვეთას. ეს ძალიან სასარგებლოა ორი კუთხით. პირველი ხადია დედანი არის დაცული და მეორე მკვლევარს აღარ უწევს საკმაოდ ესეთ ქაღალდის დაშლა და ფოლიანტთან შეხება. ეს უკვე უხერხულ შეიძლება ითქვას მოქმედებასთანაც. ბუნებრივად ჩვენ გვაინტერესებს ადამიანების დამოკიდებულება, ვთქვათ, რამდენად ხშირად გსტუმრობენ სხვადასხვა, ვთქვათ, დარგის სპეციალისტები, თუმცა მოდით ამ ყველაფერზე ვილაპარაკოთ რეკლამის შემდეგ. სულ რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში, თუ გსურთ გადაცემაში მონაწილეობა მიიღოთ, ბოლო მიულოცოთ კაპიტან თეონას დღევანდელი დღე დაგრეკეთ 292 1188 292 თუ აპირებთ დღევანდელ პროექტში მონაწილეობის მიღება, მგონი დააგვიანეს უკვე, ხო, ვინც ახლა გადაწყვეტს რომ უნდა რომ თქვათ ამ არქივის დღეს ბოლომდე შეუძლიათ მოგწადეთ. კი ბატონო, რატომაც არა გამოიყენეთ ეს შანსი. ძალიან მალე დაბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შეგახსენებთ, რომ დღეს არქივების საერთაშორისო დღე აღინიშნება და ჩვენი ეროვნული არქივიც ახალი პროექტით ხდება ამ დღეს, არქივის ღია კარით და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს ვესაუბროთ ამ თემაზე. თეონა, ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ფაქტობრივად დღევანდელ ღონისძიებაზე ვისაუბრეთ და საკმაოდ საინტერესო, როდესაც ადამიანები ჩართულები არიან, ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ეს მოქალაქეები ორი დღით, ანუ გუშინ და დღეს ხდებიან ჩვეულებრივად თქვენი თანამშრომლები. და სწავლობენ აუცილებელ პირობას, ვთქვათ, იმ ელემენტარულ უნარჩვევებს, რომელიც საჭიროა ასეთ უწყებაში, ვთქვათ, მუშაობისთვის და ვხვდებით, რომ საკმაოდ მაღალია, ვთქვათ, მონდომება. რა ტიპის ინფორმაციაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და ვთქვათ, რა კატეგორია შემოდის ყველაზე უფრო ხშირად და რომელი საათებია ეს, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ გაქვთ პიკი? ჩვენთან მუშაობს რამდენიმე მკვლევართა დარბაზი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მხოლოდ და მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე შეუძლია მობრძანდეს სამუშაო საათების განმავლობაში და იმუშაოს მისთვის საინტერესო დოკუმენტი. ჩვენი თანამშრომლები ცხადია მიეხმარებიან, რომ საძიებო სისტემის მეშვეობით ეს არის კატალოგები, სპეციალური ბარათები, სპეციალური ნუსხები, მოძებნოს სწორედ ის დოკუმენტი, სწორედ იმ თარიღის დოკუმენტი, რომელიც მისთვის არის საინტერესო. ყველაზე ხშირად ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი წინაპრების გენეალოგიაზე მუშაობენ. მინდა გითხრათ, რომ ეს თემა საქართველოში დიდ ინტერესს იწვევს და ხშირად მოქალაქეები აღმოაჩენენ ხოლმე თავის ისეთ შორეულ წინაპრებსაც, რომელთა შესახებ მათ ოჯახში საკმაოდ მწირი ინფორმაცია ქონათ. ეს ცხადია ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც ჩვენი დოკუმენტები ეხმარებათ მათ თავიანთი ოჯახის წარსულის მოძიებაში. გარდა ამისა, ხშირად მოდიან ჩვენთან მოსწავლეები, სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემებზე მუშაობენ. ეს თემები შეიძლება უკავშირდებოდეს ხელოვნებას, სპორტს და საკმაოდ ისეთ თითქოს და არა არქივულ თემატიკას. სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა უკვე მესამე წელიწადია რაც გვაქვს, ვინაიდან
3 წლის წინ დავიწყეთ მოსწავლეების სპეციალური პროგრამის განხორციელება, რომელიც 1918-21 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას ეხება და სწორედ ამასთან დაკავშირებით ყოველი წლის 26 მაისს ვატარებთ ამ პროექტის დასკვნით ფინალურ ნაწილს. პროექტი სულ უფრო პოპულარული ხდება და მინდა გითხრათ, რომ წელს მასში მონაწილეობა უკვე 74 სკოლამ მიიღო. მშვენიერია. მე თქვენ როგორც ამ დარგის სპეციალისტ მინდა გითხოთ, თქვათ და ამეთანხმებით, რომ არქივების სიუხვით და სიმრავლით, ნებისმიერ თქვათ ამ საცავების სიმრავლით არქივი მდიდარია და უფრო საინტერესოა. ჩვენთან როგორ არის სამხრივ სიტუაცია, თქვათ, თუნდაც რეგიონში არსებულ სხვა არქივებთან მიმართებაში და რამდენი ხანია, თქვათ, არსებობს ეს ისტორია, რომელიც გრძელდება, რომელსაც იცავთ, უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ სტანდარტების დაცვით მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც გვაქვს მემკვიდრეობა, ამას გაუფრთხილდეთ და შევუნახოთ მომავალ თაობას. დანიშნულებას ალბათ ეს არის ერთ-ერთი. მოდით ვუთხრათ ჩვენს მსმენელს, რამდენ დიდარია თქვენი ეროვნული არქივი ამ კუთხით, საცავების კუთხით. საქართველოს ეროვნული არქივი ძალიან დიდარი გახლავთ, როგორც ისტორიული ხასიათის დოკუმენტებით, ასევე თანამედროვე მასალით. ჩვენთან ინახება დოკუმენტები მე-9 საუკუნიდან. აქედან გამომდინარე, ალბათ ადვილი წარმოსადგენია ჩვენი საზოგადოებით და ჩვენი მსმენელისთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები არის ასახული იმ დოკუმენტებში, რომელიც ეროვნული არქივის საცავებშია განთავსებული. და ამას რომ წამოვყვეთ უფრო თანამედროვეობისკენ, იმასაც დავამატებ, რომ ვინაიდან თბილისის გუბერნიის ცენტრი სწორედ თბილისში მდებარეობდა და სწორედ აქ იყო ამ გუბერნიის არქივიც, მაშინდელი, მისი სამართალმემკვიდრეც გახლავთ დღევანდელი საქართველოს ეროვნული არქივი და ყველა ის დოკუმენტები, რომელიც რუსეთის ცარიზმის პერიოდში იქმნებოდა, სწორედ ჩვენთან არის ამჟამად შენახული. სამწუხაროდ ამ დოკუმენტებს გამოკვდა სამხედრო თემატიკის მასალა, რომელიც თავის დროზე მოსკოვში იქნა გადატანილი. ცხადია, ისიც ძალიან საინტერესო ინფორმაციის შემცველი იყო და ალბათ სწორედ მაგიტომაც წაიღეს. ეს რომელ წელს მოხდა? საბჭოთა პერიოდის დროს ყველა დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სამხედრო თემატიკას, ამას მნიშვნელობა არ ქონდა რა პერიოდში იყო რუსეთის იმპერიის პერიოდში შექმნილი თუ საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი, მთლიანად იქნა გადატანილი. ყველა ეს დოკუმენტები, რომელიც ჩვენთან ინახება, გაერთიანებულია ფონდებად. ამჟამად ჩვენ გვაქვს სულ 14 ფონდი, სადაც 5 მილიონამდე წერილობითი დოკუმენტი არის დაცული. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 430,000-მდე ფოტო. ფოტოები განსაკუთრებული სიამაყისაგანია ჩვენთვის, ვინაიდან ეს არის როგორც ნული ზომის ნეგატივები, ასევე მინაზე გადაღებული ნეგატივები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო მასალაა მართლაც. გარდა ამისა, გვაქვს 34,000 კინოდოკუმენტი და აუდიო მასალა. ყველა ეს დოკუმენტები თავმოყრილი არის საცავებში, სადაც საბედნიეროდ დღეს უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონდიცირება, ვენტილაციის 24 საათიანი სისტემა და გარდა ამისა ხანძარქრობისა და ხანძრის სიგნალიზაციის დეტექციის სისტემა, რომელიც ასევე 24 საათიანი მორიგეობის და მეთვალყურეობის ქვეშ გახლავთ. ეს დოკუმენტები, რომელიც ჩვენთან ინახება, ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც ჩვენთან მობრძანდება მკვლევართა დარბაზში, უფასოა. მათ შეუძლიათ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე დაბრძანენ და გაეცნონ ამ დოკუმენტებს. ცხადია, გარკვეული საფასურია უკვე დაწესებული, თუკი ამ დოკუმენტების ასლების დამზადება დასჭირდებათ. გასაგებია. რა ტიპის ინფორმაციის ნახვა არის აკრძალული და მიუწვდომელი, ვთქვათ, მოქალაქეებისთვის, ეგრეთ წოდებული გრიფით საიდუმლო. გრიფით საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც ეროვნულ არქივში ინახებოდა 90-იან წლებში, თითქმის მთლიანად განსაიდუმლოებული იქნა. შესაბამისად, ამჟამად ყველაზე ხშირად, რაზეც ჩვენ ვარსვევნებით მოქალაქეებს, ეს არის სხვა პირის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები. ცხადია, ამასთან დაკავშირებით არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, ამ თემაზე ხა არ შევჩერდები უფრო დეტალურად. ამ კანონმდებლობას ეროვნული არქივი ძალიან მკაცრად და განუხრელად იცავს. შესაბამისად, ხანდახან ჩვენ გვიწევს ხოლმე მოქალაქეებისთვის იმის განმარტება, რომ არ შეგვიძლია მათ მომსახურება გაუწიოთ და გავცეთ მათზე სხვა მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, მისი ავადმყოფობის, დაბადების, მისი სწავლის, სამუშაო სტაჟის და ასე შემდეგ ამ ინფორმაციის შესახებ. თეონა, მინდა ვთქვათ და ვისაუბროთ მეზობელი, ასე ვთქვათ, ქვეყნების და მეგობარი ქვეყნების არქივების თანამშრომლობის შესახებ, რამდენად ხშირად გიწევთ ეს თანამშრომლობა, ვთქვათ, კონკრეტული ინფორმაციის დასაზუსტებლად და ვთქვათ, თუ ხდება ექსპერტთა ჯგუფების გაცვლა, ან ვთქვათ, რაღაცა დახმარება.
ეროვნული არქივი კარგახანია, რაც გახლავს არქივების საერთაშორისო საბჭოს წევრი და სწორედ ამის მეშვეობით არა მხოლოდ რეგიონში ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არსებულ არქივებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. ხშირად ჩვენთან ჩამოდიან მათი სპეციალისტები, რომლებიც აკატარებენ ვორქშოპებს და ასევე ჩვენც ხშირად ვსტუმრობთ მათ, რათა გავეცნოთ მათ სიახლეებს. მაგალითად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ოქტომბერში ვატარებთ უკვე მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის არქივისტებმა უკვე გამოთქვეს, ახლა ოქტომბრამდე რამდენი დროა, მაგრამ უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა, მათ შორის იუნესკოს წარმომადგენლებმაც კი. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მეზობლებს, ცხადია, რომ მათი ინტერესი ჩვენი არქივის მიმართ ობიექტურად უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი მათი არქივის მიმართ. ეს განპირობებულია, როგორც მოგახსენეთ, იმ დოკუმენტების მრავალფეროვნებითა და სიუხვით, რომელიც ჩვენს არქივშია დაცული და რომელიც მათ ტერიტორიებსაც ეხებოდა. ბუნებრივია, როდესაც რუსეთის გუბერნია არსებობდა და მათი ცენტრი თბილისში გახლდათ, ყველა ის დოკუმენტი, ყველა იმ საქმიანობის სამსახველი მასალა, რომელიც მიმდინარეობდა ბაქოში, მაგალითად, პირველი რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით, პირველი ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე ქართველებიც იყვნენ, ცხადია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ეს ამბავის ჩართული, ეს ყველა მასალა დღეს არა აზერბაიჯანში, არამედ სწორედ საქართველოშია დაცული. ანალოგიური შემიძლია ვთქვა სომხეთთან დაკავშირებითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთან ყოველწლიურად ათობით მკვლევარი ჩამოდის ამ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესით ეცნობიან ხოლმე ამ მასალას. ძალიან კარგი. მოდი ვისარგებლოთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ამ 500-ზე მეტი თანამშრომელი გამოდის პრინციპში. მიულოცოთ დღევანდელი დღე, განსაკუთრებით ორ მათგანს. ერთს 50 წელი შეუსრულდა არქივში მუშაობის, ერთი ყველაზე უხუცესია, დღეს მათ თქვენ დააჯილდოვებთ, ხო? დიახ. მგონი ძალიან მნიშვნელოვანია მათ მადლობა უთხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ხა გავიხსენეთ ეთერს მიღმა ის პერიოდი, როდესაც მართლა რაღაცნაირად პირადი ინტერესი ჰქონდა თითოეულს გადაერჩინა საკუთარი საყვარელი საქმე და მოეტანა ის დღევანდელობამდე. ეს ადამიანები მართლაც პროფესიონალები არიან და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მთლიანად საზოგადოების მხრიდან, პირადად ჩემგანაც ცხადია, იმ წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოში მართლაც მძიმე პერიოდი ჰქონდა, სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმისა და ენთუზიაზმის წყალობით შესაძლებელი გახდა ამ დოკუმენტების დაცვა და ჩვენამდე შენახვა. მე მინდა ყოველგვარი რაღაც სრულ სიამაყის გარეშე აღნიშნო, რომ ამ მძიმე წლებში არც ერთი დოკუმენტი ეროვნული არქივიდან არ დაკარგულა. ამ ადამიანებმა, რომელთა 99% ქალბატონი გაახლავთ, მართლაც თავის ზურგზე გადმოიტანეს ეს სიმძიმე. ისინი იდგნენ, აი მართლაც იმ კარში, რომლის იქითაც არავის უშობდნენ. დიდი მადლობა მათ ამისთვის და დღეს ჩვენ თუ კი გვაქვს შენახული ეს ისტორიული მასალა, ჩვენი ერის დოკუმენტური მეხსიერება სწორედ მათი დამსახურებაა. დიდი მადლობა თქვენ, ჩვენს მსმენელს, ვისაც აინტერესებს, რომ დღევანდელი დღე სწორედ ეროვნულ არქივში გაატაროს, მიიღეთ მონაწილეობა პროექტში არქივის ღია კარი, ასე ქვია მას და თავად გახდით, შეიძლება ითქვას, ერთი დღით არქივის თანამშრომელი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვიდრე დააგემშვიდობებით, გეტყვით, რომ რადიო იმედი და work.net.gov ერთობლივ პროექტს დასაქმდი იმედით იწყებს. ჩვენ გეხმარებით, რომ მოძებნოთ სამსახური, ამ კვირაში ესაჭიროებათ კონსულტანტი, ფსიქიატრი, ოტორალინგოლოგი, ნევროპათოლოგი, ქირურგი, ნარკოლოგი, დამხმარე დამლაგებელი სამკერვალში, დამხმარე მუშა, დამლაგებელი, ხელოსანი, მოლარე კონსულტანტი, ცხელი კერძების მზარეული, დამლაგებელი, მოპედის მძღოლი, საბავშვო ბაღის აღმსდელი და სტილისტი. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 295-78-95, ვიმეორებ 295-78-95, გითხარით თქვენთვის მისაღები ვაკანსია, დატოვეთ პირადი ინფორმაცია და ჩვენ დააგეხმარებით მოძებნოთ სამსახური კონკრეტული ვაკანსიების სანახავად, ეწვევით ჩვენს ოფიციალურ ვებ-პორტალს imedi.fm და რადიო იმედის Facebook-ის გვერდს, ასევე რასაკვირველია ვებ-პორტალს work.net.gov.g. ამით დილის გადაცემა დასრულებულია, მშვიდობიან სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ და ორ შაბათს დილის 8 საათამდე გემშვიდობებით, იმედი მაქვს, რომ შემდეგ კვირასაც ერთად გავატარებთ. ნახვამდის. დილის სამინისტრო რადიო იმედზე.